500-ზე მეტ წევრიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თხილის საწარმო გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში თხილის წარმოების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თხილის საწარმო თვენახევარში აშენდა. სადაც შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება. საწარმო 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დარჩელის თხილი, რომელშიც 552 ადამიანია გაერთიანებული. საწარმოს გადაცემის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც დაესწრო. ეს გახლავთ აბსოლუტურად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კოოპერატივი, რომელსაც გადაეცა დროებით სარგებლობაში სიმბოლურ ფასად წელიწადში 1 ლარად იჯარის საფასურად გადაეცა ეს ინფრასტრუქტურა, რომელსაც თქვენ ჩემს უკან ხედავთ. ეს გახლავთ საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი, ყველაზე მრავალრიცხოვანი, 552 წევრია უკვე ამ კოოპერატივში გაწევრიანებული. საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა არის დაგეგმილი, გადამამუშავებელი საწარმოს აშენება არის აქვე ამ ტერიტორიაზე და ამ ფარგლებში დაგეგმილი ამ პროგრამის ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, სადაც უკვე თავმოყრილი და ესე იგი დასაქმდება ამ კოოპერატივის წევრების დაახლოებით 160-70 ადამიანი ამ კოოპერატივში.